ბატონო ზურა, პირველი რაც უნდა გითხრათ, აი ძანდებით მსახიობი, მკვლევარი, მოდით მითხარით, ძალიან მაინტერესებს. არტისტი კაცი, უცბად, აი ამხელა მასალის, ამხელა თემის წინაშე დადეკით. საიდან დაიწყეთ? აი პირველი რა იყო? ხიხანიდან დაიწყე. დიდაჭარიდან. სიტყვის განმარტებიდან. ერთგან წავიკითხე გია მაჩუკაის წიგნი, სადაც წერია, რომ ტოპონიმიკა მიწის ენაა, საცა კაცობრიობის ისტორიაა დამარხული. 1000 წიგნს არ შეუძლია იმდენი ცოდნის მოცემა, რაც შესაძლებელია ერთმა ტოპონიმმა მოგცეს. ეს ადგილის სახელი შეიძლება იყოს საუკეთესო არტეფაქტი. აჭარას, საიდანაც მე გახლავარ, ჭარნი ამოვიკითხე და ვეკითხები ზუგდიდში ჭარას ნიშნავს მეთქი ჩემს ახლობელს, მიკავას. ჭარ წიგნს ნიშნავსო, წერასო, ბედსაცო. ჭარნი გავაგრძელე ფიქრი, ესე იგი მწიგნობარნი. ჩემს ეთნოს სახელი ქვია ასეთი. მწიგნობარნი. ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა გითხრათ, რომ აჭარაში, რასაც აჭარა ქვია, აჭარის წყლის ხეობაში, როა შეფენილი იქ სამი დიდი რაიონი, დღესაც გია ბატონო რო ნახო, როგორ სწავლობენ, როგორ წერენ და სწავლა განათლებას და წერა კითხვას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იქ. კიდევ თქვა მეტი? კი. აუცილებლად. დიდაჭარა ქვია იქ მხარეს. დიდა ხო დედაა. დედა ხო მხოლოდ მშობელს არ ნიშნავს, ამის შესახებ ვილაპარაკია. დედა ხო მთავარსაც ნიშნავს. თავარი, დედამიწა, დედაბოძი, დედა აზრი. თავარი წიგნი, დიდაჭარა, დედა წიგნი. კიდე მეცაც გეტყვი, რომ ანდრია პირველწოდებული სწორედ ამ დიდი წიგნის გასაცნობად მობრძანდა აჭარაში. და ცოდნა, რასაც ქვია, იმან ნათელი მოიტანა, სარწმუნოების საძირკველი თესლი მოიტანა ჩვენთან, მაგრამ ცოდნის მისაღებად ჩამობრძანდა ანდრია ჭარნთან, ჩემს წინაპართან. სოფელში ვსწავლობდი, რომელსაც ქვია ორთა ბათუმი. გია და მე მოწმებო, რომ ორთა თავარ ღვთაებას ნიშნავს უძველეს კოლხურად. გესმით? ორთა არის ღვთაების სახელი. და მდინარეს ყოროლის წყალი ქვია დღეს. ყოროლის წყალი რა შეიძლება იყოს და სწორედ მიდასტურებენ, რომ ეს ოროფას წყალიაო, ოროფის წყალი, სიყვარულის წყალი ადამიანო. ორთა ბათუმი ღვთაების სახელი ქვია და ჩამოედინება მდინარე სუფთა, დალევაც რო შეიძლება და ქვია სიყვარულის წყალი. და დღესაც კი ამ წყალში განბანვა და მისი დალევა პეშვით იწვევს დიდ აღკაცებასა და სიყვარულს. და ეს წყალი მოედინება მთიდან, რომელსაც დღეს ტირალას ეძახიან, რატომღაც ტირისო იქ მუდამ ღრუბელიაო და სინამდვილეში გია ბატონო ყოფილა ტერალა. ტერი არის ტერის ფუძე, საშიში. საშიში მთა. გესმის და საშიში რატო გამოვიკითხე, მან თუ დაიკარგეო, ვეღარ გამოხვალ, ძალიან საშიშიაო. საშიშიაო და მიდასტურეს. ესე იგი მას ქვია ტერალა. თუ იმას ტერალა ქვია, მე დავიწყე ფიქრი, ვეფხისტყაოსს ვსწავლობდი, ჯდა მტირალი წყლისაპირსა კი არა, ხო შეიძლება რომ ხელნაწერში ეწეროს. ჯდა ტერალი წყლისაპირსა, საშიში კაცი იჯდა. საშიში ნიშნავს კიდე აღბატებულსაც, ღმერთსაც საშიში ქვია ხანდახან. ხედავ სადავბანაობ. ეს ოროფას წყალში რო ვარ ნაბანაები იმის ბრალია.